გიორგი, მე ბრიგადაში მიდივარ, იქიდან MTS-ში. კარგია. გიორგი, რა კარგად გქონდა, შენი ქალიშვილი ჭრიჭინა? ჭრიჭინებია რა მარინე ქვია, მარინე. მეგობარო, გამარჯობა, სალამი. ვერ მეტყვით ვინ მღერის ასე სასიამოვნოა. ეს ჩვენი ჭრიჭინა. ჭრიჭინა? ნამდვილად თუ გინდათ იცოდე, მარინე გიორგის ასული ფერად. მარინე? ზოდიში. მადლობთ. თქვენ უკვე ერთხელ მომეცი. ბიჭიკო, არქიტექტორი ჩამოიყვანე? გამარჯობა, ციჭინა, გამარჯობა. არქიტექტორი? ჩამოიყვანე. ახალგაზრდა? კი, ასე 60 წლის იქნება. ის? ბიჭიკო, აჰა, დაიცი. უქნია შეჩვენებულებს. ციჭინა, სათხარებია. გაციტაკიდა. ეს რა მოგიტანია? ამ ხეებზე ხედი არის. აღარ უნდა გახსოვდეს, აღარ ცმა და აღარ ჭამა. რა თქვი არ გინდა? არ მინდა. ჯემე ენი ჯირიმე. რა დროს დამიფრთხეთ ჯერა. თქვენ რომ არა ჩამოვაგდები. რა ვიცი, მამა ჩემს მეხუთე ესროლე, მაგრამ მამას აკრიტიკებ შვილო. შენ არა ბო კრიტიკა გვეხმარებაო. მერე? რატომ შენ არ მოგეხმარა? ბავშვი ხომ არ აგონია შენით არ. ჩინ გასავით რომ დაგტიხარ ხერზე და აგრებული გაქვს სოფელი. ერთი საქმე, კოლმეურნეობის სამკითხველო გაქვს მონდობილი და იცით დღე და ღამე გამოგეტილია. რა უნდა გელაპარაკო ამის შემდეგ რა? სულ ამ კრიტიკაში უდგეხარ, ჩემ ჭრიჭინა, რა შეჭები თუ ამ ბავშვს? ბავშვია 19 წლის გოგო. ბავშვი. სულ შენ ბრალია დედაჩემო რომ ამას ჭრიჭინას ეძახია და მისი ნამდვილი სახელი მარინე სოფელმა დაივიწყა. დილიდან საღამომდე ჭრიჭინებს და გამოცდებისათვის ალბათ სულ არ ემზადება. აბა დააკვდე შე თუ? ახლა ძლივსა მაგიჟე ციგნი. ოჰო, დააფარე ხელ დედაჩემო, დააფარე. ის გაგლია თბილისში წახვიდე და უნივერსიტეტში გამოცდები ამის მაგივრად შენ ჩააბარო. ნეტა იკითხებეთ. ნუ გეშინია მამაჩემო, ყველა საგნებს ხუთებზე ჩავაბარებ, ხუთებზე. ისილო, კი. აბადელი დელაშო ხუთებს დაგიწერენ, ხუთებს. ხო, დედაჩემო, ესადილა თბილისიდან ჩამოსული არქიტექტორი გვეყოლებ. მარინე, დედელპტესთან ჩაივიდე, უთხარი ამოვიდეს. დებია შენს მოეხმაროს. ბებია, მოდი ერთი კაცავი დავაჭერი. საჭინა ბებია, კატომარი გეყოლება და კაცავი არ დაკლა. კაცნების დახოცვაში სწორედ ვერ მოგეხმარებ. მე ახლა ბებია ელპიდესთან დავა. მე სამკითხოდოს უნდა გამოვიარო. ხო გაიგონი მამაჩემო, რა თქვა? სამკითხოდო დღე და ღამე გამოკეტილიაო. კარგი ბებია. აი გამარჯობა თქვენი. გამარჯობა ბიჭეკილე. დიდი ხანია ურჩი თქვენ საწოდებო. კარგი ხანია ბიჭეკილე. მე ვერ მოუსწია, ხო ხედავთ ამდენი მაგათარიგებელი. გადაეცი ჭრიჭინა. ბებია, ჩვენსაც უნდა წახვიდე. რა ვიცი, ვიღაც არქიტექტორი ჩამოვიდა და ბებია, მამამ თქვა, დღეს ჩვენსაც იქნება სადილად.
ბებიამ შემოგიწავა, უნდა დამეხმარობო. რატომ ერთხელ მაინც არ გავიტანეთ ჭრიჭინას და სამკითხველო საკითხი კონკავშირის კრებას? გიორგის ვინაკლენინებს. პირიქით, ის მოხარულიც იქნება ჭრიჭინას ჭკუას თუ ასწავლია. ქარის ჭკუისწავლება ვის გავდო? ჭრიჭინა ქარი კი არა. დილის წელქის ციოა, რომელიც უცბად მოვარდება, უჩქებსა და ხეებს ჩაეკონება, ქოჩორს აუსვის და შენ ჩემოდნო მარტო მხატვარი კი არა, პოეტი ყოფილიყარ. ეხ, მე რომ პოეტი ვიყო. აუზად ლექს მიუძღვნ ჭრიჭინას. რატომაც არა? იმის სურათს ხარ ხატა. ერთი ამას უყურე, რა დაუხატავ. ეს არის შენი წელქის ციო. მომეცნეო. არა, ძმო, ამ სურათს ვერ დაგანებებ. ამას კეთლის გაზეთში მოვატავ. ეს მე უნდა მომასახოთ კეთლის გაზეთში. დიახ. კარგი. ძალიან მეგობრობა კი გამიწია. ნუ გაწყინება მარინე. ადამიანი ხანდახან ერთს ფიქრობს, მეორეს კი აკეთებს. მომასახეთ კეთლის გაზეთში. ნახალე, გასალე მაგიდაზე. უი დედა რამ ტრიანია? მაგნიტიკი. მალე დაღადაკიდან იმასაც ნახავ, შემდეგ უკეთესი ვინ გეყოლოთ. ჭრიჭინა, თბილისში მიდიხარ? არა, სახში დავჯდები, აი. მე გავუწევს დასახა. ეს როგორ გონი? ისე თუ იხედები წიგნში როგორ სამკითხველო. რა ბეჯითი ვინმე? სარი მუსკეტერი რა თქო? მე მინდა კარალევა მარგო. კარალევა მარგო. მომეც გორკის დედა. მე კიდე წყნარი დონის მეორე ტომი. აბა, ჩარე, სამკითხო უნდა დავკეთვა. დაკეთე. ისედაც ძალიან ბევრს მუშაობ. კაკო, შენ არ გესმი? Ragavacha, ochla stuf. Gagete slobio. Khali. Badridani. Siro. Lobio vakadros. Im akhalgazda stuma. Akhalgazda? Khomitsით რომ ხანში შესულ ადამიანებს ხორცივნებს, მუხლებში ძალასახმებს, სკლეროზს იწვევს, ტვინს ასუსტებს, აბა შენი აზრით ჩვენ? რა გამიჭედეთ საქმე ამ ბებერი არქიტექტორი? ყოჩახ, შვილო, ყოჩახ. სტუმრის დახედრაც ასეთი უნდა. გაიცანი. ეს დედა ჩემი. ეს დედა ჩემი კელპიდე გახლავ. ეს კი? ჩემი ქალიშვილი, მარინ. დედა, ჩვენ ცოტას დავისვენ. შემდეგ ნახოთ როგორ გაგვიმასპინძდება ჩემი ქალიშვილი. მობრძანი. ბებია, ისეთი სუფრა უნდა გავშალოთ. ისეთი რომ ხაჭაპოჩი ბლომა ჩადები ყველი. სათებელი შენ გარდადი ბებია. ხოდა ციცილებს. ბიზიკო, უх, რა კარგი დროს მოხვედი. მოდი ქათმები დამაჯერინე. როეც ვიბრძანებ. ერთი არის. კოჩორა? კოჩორა ჩემი გასიდია. ეგრეთ სუკანი ვარია. მეორე, ხვინჩილა. კარგად შეგითვალიერებია. ხვინჩილა? ეს მოხუცი არქიტექტორი. შენზე უკეთესად.
გამარჯობა, თქვენი კაი გამარჯობა. დებელშა. აიმე, კირილე, ცუდი ამბავი, ხომ არაფერი? მე და ცუდი ამბავი. გამოცდები იწყება 1 აგვისტოს. ველოდებით მარინეს. კოცნის ნატო და ირაკი. ფერიკო კიდევ ერთი კვირა და თბილისში მივემგზავრები. მართლაც ამბობებია? დაიყო ბებია, რამ შეგაწუხა? როგორ თუ რამ? ეს მაინც 5 წლის სადგესტუმრე. ომში ხომ არ ისტუმრებ დეიდა ეფროსინია რა მოხდა ასეთი ამბობენ პატერ აქვს 100 თვალი აქვს. შვილოკი, ბიჭიკო ამბობდა. თბილისში მანქანები ხა ქაცმერი ისრება. მე ადამი ფაროს ვიმყავს ამის მეყო. რას მგზავნებს ბიჭიკო მიხუმრა ალბათ ბებიკო. ბებია. ბებიკო, ჟენი ტირე, მიშელი. მოდი ახლა მე და შენ ერთი ძველებური სიმღერა ვიმღეროთ. მე მღერება ახლა. ხო დეიდა ეფროსინია იმღერე პროფილე. შენ როგორი 25 წლის მგონია ჩემი თავი. მშენებლობა გადაწყვეტილი აქვს დაიწყოს აი ამ სკოლის გვერდით. ჩემი საზრით, კულტურის სასახლე უნდა აშენდეს გამგეობის სახლის მარცხ. აი ამ თავისუფალ ფართობზე. უნივერმაღი აი აქ. აი ამ ძის ნაპირას. როდესაც მოედნის ცენტრში დაიდგმება ლენინის მონუმენტი, მაშინ თქვენი საზრით მოედანი მიიღებს არქიტექტურული ანსამბლის მთლიან სახეს, არა? დიახ. მარინე, გამარჯობა. მამა ჩემი არ გინახა? მამა შენი გამგეობაში. მართლა? აბა გადიქე. სად გადიხარ, რიგი? მოდი მარინეს ჩაის კრეფაში უშვა. რომ არ მცალია, ხომ იცით გამოცდებისთვის ემზადები, თორემ იმეცადინე. აგრონომი უნდა გახდე, აგრონომი. აბა. იცით, მამა ჩემი გამგეობაშია? მამა შენი და არქიტექტორი ფერმაში წარიგეთ გიგია. ფერმაში? ხო. გამარჯობა, გიგია. რასურნელება? კლერასთან მიდიხარ? რა თბილისიდან ჩამოვედი არ მინახავ. მეთქ მოვიდა, წავიდე. გამარჯობა. კაცებს საჭმელი მოუტანე. დიახსა არის? იქ არის ფერმაში. იმ ახალგაზრდა ტექნიკ შელაპარაკი. ისე კი ძალიან გაუძელა საუბარი.
გაიცავით ძველ ჰიგიენური წესები. ხალი თავის დროზე. ერთადერთ ვიტამინური საკვები ყოველდღე მისცა. ვიცით? გამარჯობა, წრიალა. მადლობა. როგორ მოგვანატრეთ თავი? სახანია ჩვენს ფერმაში არ შემოგინახებია. გავიგე უჩემოდ ძალიან მოგიწყენია და აბა. ჩემი ცრემლის მდინარე ადიგდა. იმ დინარეს გაუფრთხილი ეს კაცი არ მოგწაწოს. ვინ? ვინ და ყოველდღე რო ტრიალებს შენს ფერმაში? რომელი ეს ექიმი? რატინი იბუდება? იცოდე რატო? ამ ხულა წიწილებში გარეული ალბათ ტრედად მოეჩვენე. არიცი შენი შანისკარტების ამბავი თუ არა? ვიცი ტრედი ვარ და ვიცი. ყვავი. ხომარგიდა მართლა გახვალო. საკეთე და გჭირდება ოჯახში თუ ელით იღებ ნაკვერთ ხალხს, ელით. ხერცენას უნდა დაედოს ის ნაკვერთ ხალხს. შემოვარდება ჩვენს ფერმაში და ჩემი ქათმებია და დამაწიოკე. ვარ დამნაშავე? შაქარივით მოგდებოდა, შაქარივით. მანამ დიდ შემოვიჩნდები. ხომ უბრალოდ ხელს არავის არ დამოვაკრებინე. ხალხები δεν იყავი. ვიქნები. თითქოს რა იერთანაკარე. რა მივიდა, ისე ჩუბო. რამაც მაგასაც აჩუბარი. მაგ ბენზინის სახელდებოდა. ერთი ბოთლი მაგნოლია გადავიწყე, თავზე ერთი ბოთლი. და ერთი ბენზინის სახელდებულს ვედა. ჩემს გადაეკიდა, ჩემს. ერთად გადაეკიდე ეშმაკა. არა, მოხდი რა? მიგეჩვევია რა? რა მოგივიდეთ, რა ამბავი? კრიალა მამაშები არ გინახა. მამაშენ და არქიტექტურის სოფელში დავიდა. სოფელში დავიდა? ისე მალე დაბრუნდები. ახლა მოდი რა ავაჩერებ და. მიბრძანდა, თორე შენ მაგნოლიის სურნელება თავი გამახვია. მე ბიჭიკო არ ვიყო. ბიჭიკო, თუ ფეხი დამდგარ, ჰა? მოდი, კაბა მოგაზო. სადიღა ეს, ზებია? რამდენი ხანია აგრაფინა გელოდე? აგრაფინა, ისეთი კაბა უნდა სიმიკეტო, ისეთი რა? სტომარი მუშაობს. აკარი, რამდენი ხანია მოვიდა? მე კი სულელმან მთელი სოფელი შემოვიდა. რა, ზებია, სტომასები? არა, ზებია, ბიჭიკოს ნახვა მინდოდა. აგრაფინა, იცოდე კაბა არ დამიგვიანო. ვირაც მოდი, გენაცვალე და მზად იქნებ, კარგი. მარინე თქვენ მოგკალით რა? შვილო რა მოხდა ბებია? მარინე ვერა მოკლა. მართლა ბებია? სიგულში მოახდა.
საღამოს პირია და ისევ დარბიხარ. როგორ შეგიძლია ამდენი სირბილია? რამთენი? სიმართლეს მოგახსენე. შენ გონია მე არ მინდა მუშაობა. მე და მუშაობას გული ვერ დაუდები. მარინე, არ შემიძლია მიწის ერთ ადგილას გაჩერება. პირველად მეც ასე ვიყარ. მე თავს დალადავატანე. მუშაობა შევეჩვიდე, შრომა ჩვეულებას გადამექცე. მე ალბათ ვერასოდეს ვერ შევძლებ. ერთ ადგილზე გაჩერებას და მუშაობას. შენ ასე ფიქრობ? მე გიმგონია მალე ისე გამოიცვლები, რომ შენ თვითონ ვერ იცნობ შენს თავს. თვითონ ინსტიტუტი გარდამქმნი? არა მარტო ინსტიტუტი. თვითონ ცხოვრება გარდაქმნი. კი. გამარჯობა გოგო. კრიალა, მარინე, ხო ფილში მის. ხოლმე დიხარ? ხომ კარგად მოიმდები? აბა, არ შეგვარცხინა ისედე. აბა შენ, მარინე, ხო რა უცნაურ გამომიარე. ნახონდი. კაი გამარჯობა, ორივე მარინე, კაი გამარჯობა. გამარჯობა დიდი კირილე. გამარჯობა. ახალ თხოვდებით, გოგოებო. რატომ ჩქარობ ასე ჩვენ გასხოვებას დიდი კირილე? იმიტომ ვიძია რომ ერთ-ერთმა უნდა გამოიცვალოს გვარი. მოვა თუ არა წერილი მარინე ფერაძის სახელზე, დამიშრება თავსატეხი. იცი რატომ? შენ რა გიძი ვიძია რა? ჭრიჭრიჭრიჭრის მეტი არაფერი არ გაწუხებ. მეტი ამ მოხუცმა უნდა ვარკვიო ვისია წერილი. ორივე მარინე ხარ. ორივე გიორგი სასული. ორივე ფერაძე. ნუ გესმის დიდი კირილე. მალე მარინე გმირის წოდებას მიიღებს და თავსატეხი არაფერი გვექნება. ისეთ კარგი რა გემართო. აგერ ხართ ორივე და თვითონ იმტრიეთ ამ წერილზე თავი. ძირფასო მარინე, პირადად თქმა ვერ გავდე, წერილით მინდა გაგიმხილო ჩემი გრძნობა. ეს შენი წერილია მარინე. ჩემი? აი ხომ ხედავ ბიძიებო, რა გაუგებრობა შეიძლება მოხდეს, როცა მისამართი გაურკვეველია. გათხოვდით გოგოებო, გათხოვდით. გამარჯობა დედიებო, გამარჯობა. ბიჭიკო, გამარჯობა. ბიჭიკო, მატარებელზე გვამიანდება. ბიჭიკო, კრიალა მოგდახოს, ასე გამშვენიერებული თქვა დაკარგა. არ ვნახა. მერე? რა დაკარგეთ ისეთი ძველი კოლმეუნება რომ გამოსულხარ დადებრა. გულსაბნევი დავკარგე, ბიჭიკო, გულსაბნევი. არის თალიანი? აბა, დედაში ვისახსო. არა ფიში არ მეშინია. როგორ ხარ? რა მარია? გულსაბნევს ვეძებ, მამა, გულსაბნევს. დაბროში გადაგარგა, დაბროში. თავი რატომ არ დაკარგა? თავი არ დამიკარგა, თავი ადგილზე მაქვს, მამა. ზედ გეთქობა შენი სიგეთ. რა ხანია დამორიალობდი ეგეთი ჩემოდანი ვერ ჩაგევაგები. ყველაფერი მზადა მაქვს, მამა. აბა, დამძაცმელი, ციგნები. გულსაბნევი დანაკარგა, თორემ გულზე რატომ არ დაიხედე? გულზე. ой, აგერ არ მქონია. იპოვებია. დიზაინი ძერნი საგანძალა გამომესხალა. მეტიც გეკუთვნით, მეტიც. ესეთი ციდა გოგო, ორივე ციტის არის გატრიალებ. ხანახეთ ხანიკი. არა შვილო, არა, შენგან არაფერი არ გამოგრაფეს. მოყევი ახლა საყვედურს. უნდა ჩამტარო ბავშვს საყულიას წასვლა. შენ თუ არ გამოესარსლე დედაჩემო ისე როგორ შეიძლება? რომ მთელი დღეა ამოდენა ქავს, ჭკუას ვასწავლი, ვარიგებ, მაგრამ რა? შეაყარე გადას წერცვი. ნუ გესმის, მამაჩემო, რაც მითხარი, ყველაფერი ზეპირად. კი, შვილო, კი. არ გიჯერა? ყურიდან. კარგად გისწავლო. ვიანას ვიყო.
დიდი ირაკლის და ბიჭოლა ნატოს ყველაფერი გაუგონო. წერილები ხშირად მოვიწერო. ჩვენი კოლმეურნეობა არ დავივიწყო. კიდევ რა? ნუ მაგინდა, ადამიანი, რომის ხდება ცნობილი და არა უსაქმურობილი. ახლა, შეაყარე კედო, სერცი, ჰა? ხედავ. კარგად აგიმახსოვრები. რატომ ჯავრო? ჯავრო? რატომ ჯავრო? არა, ნამდვილად ჯავრო. გაიცინე, ეხლა გაიცინე, თორემ აქედან ფეხსაც არ მოვა. გაიცინე. შენთან სერიოზული ლაპარაკი ყოველდღე შეუძლებელი. აბა შენი ციშვილო, ოჯახი არ შემიცხვი. როგორც კი გამოცდები ჩაბარო, ებეშით მაცნობე. ეს კოლეს დაგჭირდება. ოღონდ შენი სწავლე შვილო და ყურადღება შვილო, აქედან არ მოგაქვს. გაჩვენეთ ახლა, ეყოფათ. ბიჭიკო, იყიდი თუ არ მანქანას, ინტერესებს ამოდიას აიგრიას. სკოლაში ყალბები არ გზაში არ გამჩივდე. ბიჭიკო, ქუჩაში მარტო აგო. მატარებელში. ხანჯერადი გადასწრო. ირაკლის და მის თავს მოკითხოდა. ხარ. ისინი მინახულონე. აბა, ერთი აქეთ და მენახე ჩემო მარინე. მართლაც ქვეყნის თვალი გამხდარა. ჩემო ჭიჭინა, როგორ გაძილა. მოგზან. ბიჭონატო, ეს თქვენ დედიამ გამოგიგდანა. მადლობა. ეს თქვენ დიდი ირაკი. დედი ელკიდემ გამოგიგდანა და შემოგითვალოთ სიკვდილის წინ ერთხელ ნახოსო. რა დროს სიკვდილია? შემოდგომაზე მოვინახულებ. დიდი ირაკი, ამაში ჩხაბერია. მამამ გამოგიგდანა. ეს ბიჭიკოა. ჩვენი კოლმეურნეობის წაბედა უნდა იყიდოს. აბა, ბიჭინა, მოგიყვებით თქვენი სოფლის ამბები? ჩემი გიორგი როგორ არის, ა? კარგად. მადლობა. რა ამბებია თქვენთან კოლმეურნეობაში? წელს ბევრი წაი მოკრიფი არა? ჩაი ბევრი. ბიჭი ირაკი, მამამ შემოგითვალოთ ისაო, პროექტის საქმე როგორ მიგიწევს? პროექტი? პროექტი კეთდება. თინა, დაურეკე არქიტექტორ ნამორაძეს, რომ პირველი საათისათვის ინსტიტუტში მოვიდეს პროექტის ნახაზები. კარგი, მამა. გისმენთ? გამარჯობა. ჩვენთან არის ახალი? ჩვენს ბინაში ამ დილით მომღერალი ჩიტი შემოფრინდა. ვინ არის? არ გეტყვით. მოგზანდით და გაიცანით. ინსტიტუტში მის ვარ და გავიცით. აფრინდა, ქორია ფრინდა, რაგვიჩაიდადირამ, დედალსა. ჩატა! არა, ჩაიბარე შენი ფიქრი. ლევან, მოიტანე! აი, მეგობრობას ასეთი უნდა. შეხედე რა კარგად გაუკეთებია? დედა, ხომ კარგი დერა? დერასი კარგი ჯერ არ გამიგონია. სალამ დედა თამა. კაკა, ხო, არც მიკითხებს. ერთი ამიცენი რა სილამაზია წერაში. მიპასუხე ერთი. მოასწორე. შენ რა იცი, ლევან? შენ რა იცი? რა სილამაზია ამ წერაში? მოიცა. შენამ წერამ რაღაც მეტისმეტად აგაღელვა. იცი რა.
მიდირა მოდი ხმარული ძმა სოფლიდან ჩამოდი დიახ, სოფლიდან. ინსტიტუტში შედიხარ ინსტიტუტში აგრონომია. სწორედ თქვენ გირდებთ მე ჟურნალისტად უნდა გადაგიდე ჟურნალისტები? ჩავიდეთ აი იქ არა, მე ვერ დამოვალ, მე პროფესორს ველოდი. არაფერია გოგონა ერთი წუთი გოგონა გადაცით აი აქ შემიძლია. ციგნი ხელში აი ასე არა, შემიძლია. არა ასე მოიწია გაიგივეთ გოგონა ლევა შოთა განზევიდე მარინი შოთა. მარინი ოჰო აი თურმე რომ მომღერალჩიძე მელაპარაკებოდა ფინა სახში მიდიხარ პროფესორს ელოდება დიახ, პროფესორს. პროფესორ არა, ბიჭიკას ველოდები. აი ისიც. ნახეთ, მანქანა უყიდია. არ დამხარ. მოვიდა ლევა შეიარე ჩემთან სამსახურში უთხარი შენებლობად დავედი მოიცა. მიდირა სიყვარული ძმა ფრინდა ქორია ფრინდა საათია. მესამე ღამეა შოთა 100 აგვიანს. დედა თამარ, წერა სამბავი ჩეხოვის თოლიას ამბავს მაგონებს. თქვენ ყოველთვის აზვიადებთ ჩემოლევან. თუმცა არ დგასაკვირია, თქვენ ცოტა რომანტიკოსი, ცოტა ლირიკოსი ბრგანდეთ. რეალისტი? მხოლოდ რეალისტი. არა, მე არ მინდა თქვენ აგაღელვოთ, მაგრამ ჩემი ვალია, როგორც შოთას მეგობარმა, გითხრათ სიმართლე. თქვენ როგორც დედა ბედნიერი ვიქნები შვილის ბედნიერებით. დედა თამარ. არა, მე კარგად ვიქნობ ჩემს შვილს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ გადამწყვეტ ნაბიჯ ცხოვრებაში ჩემი შოთა დედის რჩევის გარეშე არ გადატრავს. დედა! აი ჩემი მარინა.
ასე მთელი დღე დაკარგვა შეიძლება? ხვალ გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი. მარინე გერას, აიღეთ ბილეთი. ნომერი? 13. ოშაძე თენგიზი. დაიწყეთ? მწერალი მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის როლს უკეთესად, როდესაც თავისი ქვეყნისა და ხალხს უკეთესად ემსახურება. მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეუძლია თავის ხალხის უკეთესად ემსახურება, როდესაც კარგად იცის თავისი ხალხის ცხოვრება და ღრმად ჩასწვდომა მის ჭირვარად. საკმარისია. თავის პალიტა. სანიკიძე ნათელა. მოგიღებით ბილეთი? ძველი ქართული ლიტერატურის მთავარ თემებს ქალვაშის სიყვარული, რაინდულ გმირული თავგადასავალი და რელიგიური განცდებით შეადგენს. სწორია. რა დამახასიათებელი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში? ვაჟას შემოქმედებაში ყველაზე უფრო დამახასიათებელია ბუნების ყველა საგნისა და მოვლენის საყოველთაო გასაცდელი. საკმარისია. თავის პალიტა. მინდა გჭეკიდე? ფერაძე მარინე. მოგდანდით? დაიწყეთ. ხომოიფიქრე. ნუ ვეხო. მესამე. როგორც ხედავთ, თქვენ ბილეთი არ იცით. რა შეგიძლიათ გითხრათ გამოჩენილი რუსი მეცნიერი მიჩურინის შესახებ? გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი დაიბადა ქალაქ მიჩურინში. δεν გინდათ ვთქვათ, რომ მიჩურინი დაიბადა ქალაქ კოზლოვში? დიახ. ქალაქ კოზლოვში დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი. დიახ, მიჩურინი. მიჩურინი დაიბადა 1845 წელს. 1855 წელს დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. შემდეგ დალაგ. ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი დაიბადა 1800 ჩვენ უკვე ვიცით, როდის და სად დაიბადა. დიახ, ჩვენ უკვე ვიცით, როდის და სად დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. მიჩურინმა სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. დიახ. სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. შემდეგ სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი სხვას რა სიტყვით სხვას? სცენარეთა შერჩევის გზით ანტონოვმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ვაშლი მიჩურინის ვაშლი გირვანკანახევრიანი ნახევარგირვანკიანი მიჩურინის ვაშლი. ეხლა დამშვიდით. უკეთ მოემზადეთ და მომავალ ჩაგვაბარეთ. დათვათ. ვაშლი. მიჩურინის ვაშლი. ეს მიჩურინის ვაშლი კი არა, ჩემი ვაშლია, ჩემი. ეს ფერი დედა, ვაშლი დაკი. აჰა, აიღე. აბა გავიგოთ ვინ გახდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება და გადაეცეთ ლენინის ორდენი და ოქროს მედალი ნამგალი და ჩაქუჩი. ქორიძე, შალვა ისიდორე. კორიძე. ეს ხომ ჩვენი სოფლიდანაა. მეურნეობის ბრიგადი.
არაფერია მაგასაში ჭიჭინაძე დახიეთ როგორ ჭიჭინა დია არა დედა მე თამრი კონკრეტია თამრი არაფერი ჭიჭინა არა მე თამრი კონკრეტია თამრი ჩუმას აბაყული დავკდეთ მარინე გიორგის სახით სოფელ ნაგომარის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის მერგოლი ეს ხომ ჩვენი ჭრიჭინა ჭიჭინა სოციალისტური შრომის გმირი მამა გოიქნებს შეცდომა ხომ გაიგონე ფერაძე მარინე გიორგის ასული ბრძანებულებაში შეცდომა არ შეიძლება დამჯერებელი არაფერი არ არის მომილოცა შემოდაიგო გმირი დაიგონე ჩემო ჭარბმა მეგობარმა მიიღო სოციალისტური შრომის გმირობა მე მაგ გოგოს თავიდანვე შევამჩნიე რომ ერთი სიტყვით დღევანდელი სადილის მიზეზი მე კი არა ჭრიჭინა იქნება მამიკო აი თუმე რატომ დაფრინავდა გუშინ სიხარულისაგან ჩვენი ჭრიჭინა იცოდა ეს ამბავი და დაგვიმალა იმეს არა ჭრიჭინა მშვენიერი გოგონა გულკეთილი თავდაბალი ნიჭიერი 19 წლისა და უკვე სოციალისტური შრომის გმირი რასაც იხოთ ჩავიჭერ ჩაიჭერი რა ვქნახლა თავს ხარ მოვიკლავ არა წარმოვიდგინეთ წინ ერთი ჩემი მეგობარი ხდება ჩვეულებრივ გოგონას შეიხმარებს გადაწყვეტს მის შექმნას მეორე დღეს ამ ჩვეულებრივ გოგონას ენიჭება სოციალისტური შრომის გმირობა არ არის ეს გასაოცარი ბედი საინტერესოა ვინ არის ამ გასაოცარი ბედის პატრონი მალე გაიგებთ ვინც არის ლევან თქვენ დღეს რაღაც რებუსებით მელაპარაკეთ ამ ბოლო დღეებში ჩემთვის ყველაფერი რებუსია ირა შეგებე გმირი ქალი კიდეზე ამოდის ჩვენ სახელოვან მარინეს გაუმარჯო ეს მაგო გეგონა ვერ გავიგებდი მოდი მადლობა უკვე გაიგეს სიტყვა ამბავი მოგვიტანა ყურადღება ლებაიმბოთეთ გადავიღო ჩვენი სახელო არა ხოლო სადიმო კაბაში ხალხი ჭრიჭინა აბოთა თქვენი გამოიცვალე ტელეფონთან ალბათ ლევანმა სულხრა ჩემი და შოთას ამბავი რამდენი მასინე ნონა მოგწონს ეს გოგონა რა მოხდა სოფლიდან ჩამოსული ჩვეულებრივი გოგონა ეს ჩვეულებრივი გოგონა სოციალისტური შრომის გმირი გახლავს მარინე გიორგის ასული ფერაძე მარინე მისი გმირობის ამბავი დღეს რადიომ გამოაცხადა ხოლ გაზეთებში იქნება აი თურმე რას მივოცავდი ლევან შენ რაღაც ძალიან დაინტერესებული ხარ ამ გოგონაზე არა მაგრამ ეს ჩემი მეგობარი კი ახლა უნდა უთხრა სიმართლე არა მე მირჩევნია ვახსნას ხედავდე ქალის გულკერზე ვიდრე სისხლელ სივრცეს მე უნდა გითხრათ რომ გაქრევან სანამ თქვენ მოგითხრობდეთ თქვენი გმირობის შესახებ არა მე მინდა გიჩვენოთ ერთი ფაქტი ყურადღება დავუჭირეთ მარინე შოთა თქვენ ახლა მარინე ძირფას დედა ძალიან გახარებულია დიდი სიხარული დილოთას ძალიან მახარებს შენი ამბავი მაპატიე მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი გამოჩენილი ქალი იყავი მე გამოჩენილი არა შოთა არა მოვდივარ ახლა მოვდივარ შოთა შენ სახელოვანი გოგონა ხარ მე ვამაყობ შენ არა ბიდი იდაკი მე არა
მობრძანდი პატიჩებმა ლექსნამირაკი. ეს შემინათი საიგოგონა. მაგის ამბავს ახლა მოგიტყვი. მობრძანდი. ტრიჯი, ეს ჩადი. დადი ხო ხახათვლები გამოიცვალე. მე არა ვარ, კინა. დურე ბარაი. მოგდამინე. Devi forse? Devi elpide? Marine. მამიკო, ტრიჯი ნარჩადარა. როგორ თუ არ წადარა? მარინე ბიჭიკოსთან ერთად მანქანით სოფელში წავიდა. სოფელს წავიდა? აფერმეთ. როგორც ჩანს, ტელეფონით სოფლიდან რაღაცას სწავლა. ამბავი. გამოხდა. გარდაიცვალა დედია ელპიდე. გარდაიცვალა? დეიდა ელპიდე. რატომ მარინემ არ გვითხრა რაფერს? კეთი უშობილი გოგონა. არ მოიმდომა გაემწარებინა ჩემი დაბადების დღე. ნატო, დღეს უნდა წავიდეთ სოფელში. კინა, გავგზავნეთ დეპეშა გიორგის. შევკეთეთ გვირგვინები. ნება მომეცით, გვირგვინები შევუკვეთ. მე თქვენთან ერთად მოვიდივარ. ნუ გეშინია ჭიჭინა. კარგად მოემზადები და გამოცდებსაც ჩააბარებ. დეპეშა, ებროქიდე, დეპეშა. მოვიწერე ხელი, ელვა დეპეშა. მომეცით, ცუდი ამბავი, ხომ არაფერია. მე და ცუდი ამბავი. თვალებზე ბინდი გადავეფარა, დამიკითხე გენაცვალ. ხარე ტრებლით, დავსტირით, ძვირფას ელპიდეს ხედა. ბრავო, ელპიდე მომწერაო, ჩემი ერთი და ვაიმე. ხარე ტრებლით, დავსტირით, ძვირფას ელპიდეს ხედა. ой, ჩაებროქიდე, ამბირი მიხარ, დადა. ცოტანი იყო და დღეს რა მოვიდა ნეტა. აცალი ელპიდე. გამოხდა ბედნიერი. აგეთი თვითონს არ ამბავია. კაკო, რაღაცა ამბავია ის. გამოხდა რა ამბავია? ამბავია ნეტა. იქოსი სხვა.
შემთხვევა მარინეს ბაი დიჯიკო ბებია კიდე მართლა მომკვდა რა კიდე სანარი გების ტრიჭირა ბებია ასვა ყველა ცოცხალი ხალხია აღგატირებს ბიძაგირილი რა ვიცი ბიზია ყველა ტირონა და მე სამტირდი გიორგი ნუ გაჩინია გიორგი ყველა ცოცხალია გიორგი დამაგებინე ბოლოს და ბოლოს რაც ნიშნავს მე შენ გეკითხები ჩემო ირაკლი ვის შემოუტანეთ ეს გვირგვინე მათვილო რას ნიშნავს ყველივე ეს თხოვთ მაპატიოთ მაგრამ შოთა მე წარედ მომატყუეს არ მოველოდი ამას მარინე კაცი ვარ და ასეთ ამბავს არ შემსწრები ვარ და არც გამიგონია სწორედ. სწორე გითხრა, არც მე გამიგონია ასეთი ამბავი. ფიქრობ და ვერ გამიგია. რა დასჭირდა ჩემი ასე გამასხარეება? ერთმო წავალ ბილეთებს ავიღებ თორემ უკან არ გაგვატანონ ის გვირგვინები ამას ვისხედავ საიდან სადაო რამდენი ხანი აღარ შეხვედრივართ ერთმანეთს გამარჯობა არჩილ იცნობდეთ არქიტექტორის შოთა ნამორაძე აგრონომი არჩილ დიდია არჩილ შენ თბილისში მოდიხარ თათბირზე არა საოჯახო საქმეები აქვს ქალს ვირთავ. მართლა? ვის ვირთავარჩი? მარინე ფერაძეს? სოციალისტური შრომის გმირს? როგორ? თქვენ იცნობ თუ? მარინე ფერაძეს ვინ არ იცნობს? რადიო მის ამბავს ხვდება და გაზეთი. ოდიში, როდის გადაწყვეტეთ ეს ამბავი? თქვენას რატომ გაინტერესებს? დღეს გადავწყვიტე. მაპატიეთ? დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთი თუ? რა თქმა უნდა დიდი ხანია. აბა როგორ შეიძლება ასეთ სერიოზული საკითხის უეცრად გადაწყვეტ? სწორედ. როგორ შეიძლება ასეთი სერიოზული საკითხის უეცრად გადაწყვეტა? ნახვამდის. ამი. ეს ვინ გამაცა? ვიცი. ეტავი რა მოუვიდა? დობა ადვილად მეითვისე. ბებია შენი ელტიდე მკვდრად გამოაცხადე. ერთი სიტყვით საქვეყნოდ გაიწვის სახელი. არა, მეტიც მოთმენ აღარ შეიძლება. სიტყვა შენთან არ გადის, იქნებ ცემამ გამოგასწორო. ცემე მამაჩემ. ცემო რა საგადენია? დადი მომხდი. როდი რა ხუჩ შემათვალებმა. აკიხარი. გაგიჟდი ბიჭო. ბავში, ჭრებში გიდა ჩაგდო. შენი ბრალია დედა ჩემი მგოგოს ასეთი ფუქსავატული აქდა. ძალიან კარგი გაზი. შენი გაძრდილია და შეგეყავდე. ნუ გეწკიდება გიორგი და მარინეს საღდაში შენ წაგე პასუხი. ჩემო ირაკლი, შენ კარგად იცი მარინეს დედა ადრე გადაეცა. შენ სულ პატარა დამჭი. თავის მართლება რა საჭიროა. ისე მე მგონია იმ ამბების შედეგად, რაც გუშინ და დღეს აქ მოხდა, მარინე ყველაზე მეტად აისაჯა. დიახ, მარინესათვის ეს კარგი გაკვეთილია. ჩემთვის არის კარგი ობიექტი. არა მარტო თქვენთვის, ამ გაკვეთილიდან დასკვნა მეც უნდა გავაკეთო. როგორც კომკავშირის კომიტეტის მდივანმა და როგორც მარინეს ამხანათმა და მეგობარმა. თვითკრიტიკა მეტად სამართლიანია. თქვენ ფიქრობთ, ჩვენი საზრით მარინე უეჭველად უნდა ჩაევას მუშაობაში. სწორია, არა თქვენი ჭირმით არა. ტყუილიც და ტყუილი. მე მგონია თქვენ ცდებით ბიზია გიორგი. აი, ნეტავი ვცდებოდე. შენ შეარწმუნე არა მარტო ოჯახი,
შენ დანაშაული ჩაიდინე კომკავშირის. მეგობრების წინაშე. დროა დაფიქრე. ჭუა გმართე. შენი ასე ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. ჩვენ ველაპარაკებით და ეს კი შეაყარე კიდევ ერთში. იქნებ ფიქრობ, შენს აქციას ვინმე გაამართლებს. მე არ ვიცხობ გამართ. თქვენი მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. რომ მე გუგსავატი გოგო. მაგრამ თქვენ არ იცით აგრახტი. საჩეცტრია. დედა გამიგებდა. შოთა მოვატყვე. დავგა საყვარელი ადამიანი. გდარია ჩემი გული. გადავდა ჩემი ცხოვრება. Izilam უნდა გაწყვიტოს ყველა მამაკაც. გამიგეთ სახლიდან. ჩემთან წამოდი. ხუმიჩი ჩაისკრება. მე დაგეხმარები. მუშაობაში ეჩვევი და დარდიც გაქრება. ყველასათვის საყვარელი გახდა. მე ჩემთან წამო. ჩემთან ჯობია ჭიჭინა. თამაში იმდენი საქმე მაქვს. გურში ინკუბატორში პატარა ციძილები გამოიჭირა. უღლა. შეხომ გიყვარს ჩემთან წამოდი ჭიჭი. პატარა ციძილი. მარინა. ლიანოსთან წავა. სოფელსაც მოშორებული ვიქნები. საცოლი აღარ შემიძლია სახში გაჩერდეს. ჭიჭინა, ახლა თუ ხვალ დაგიყვანოთ ფერმაში. ბიჭიკო, ახლავე დამიყავა. აღარ შემიძლია სახში გაჩერდეს. Ჭიჭინ. გაიღვიძე. გაიღვიძე უკეთდა. ლეშენი ხშავი პირველი დღეა. დილის 6 საათზე გამოცხადები ადგილზე. გააღებს საკაცნე. უპირველეს ყოვლისა სასმელი წყალი. ძველი უნდა გადაყვარო, ახალი დავუწყო. დარეცხავ ჭურჭელს და მისცემ დილის საკენს თუ არა, გამოხვედა საკენს. იატაკი კარგად უნდა მორეცხო ყოველ დღე. კედლები კვირაში 2 ჯერ წვით უნდა შეასეთო. აი აქედან იწყება შენი მუშაობა. აქ 500 ტიტილია. 500-ვე სანაშენო ფრინველად უნდა გაგარდეს. იცოდი ამას აბსურდო უნდა დაემართოს. თავით კი უნდა დამოწკიდდეს. ჩამიბარებია შენ. აბა, შენ. დილის 6 საათზე ადით. იატაკი მორეცხი. კვირაში 2 ჯერ კედლები კირით შეათეთე. შენი როდის დაიზრდები? არ თავი არ უნდა აქტივდეს? არ სურდო არ უნდა დაგემართოს. გესმის? თქვენ დედა არ აკეთებს, ხო? თქვენ ინკუბატორში გამოჩეკიდები ხარ? ტრიჭინა. ტრიჭინა მოტრიჭინა ბუა. მერენა, იტრიჭინა, სიჭინა და ისე ტაჭიჭინა. შუმა დახმაურობა არ შეიძლება. დადი, თქვენ საქმეს მიხედეთ. დადი.
ამას სურდო არ დაემა. შენარამბობდი ახლა დილად გაჩერება არ შემიძლია. ეს მაშინ. ახლა კი შენ კარქალობაზე მთელი სოფელი ლაპარაკობს. კორესპონდენტი იყო შენთან? კი. ქათმების ხელში სურათიც გადამიღო. შენი ბიზანტელი მოვიდა. წავედი გოგოებს. გიავა. რატომ ხდება ასე რომ ადამიანი ზოგჯერ ხელს უშლის საკუთარ ბედნიერებს? არ მესმის რაზე ლაპარაკობ. აბა რა გამოდის? ის იტანჯება შენ აქ. არ უნდა მოეღოს ამას ბოლოს. რა? ჩვენი შეხვედრები მუდამ ჩხუბით თავდებოდა. ალბათ არ იყო. ასეთი ჩხუბი ზედმეტი სიყვარულის ბრალი. შენ ასე ფიქრობ? არა ვარ მართალი? როგორ წინ? დავალ წიწილებს ავხედა. შენ აგბძანდები? შეხლა ყوار გამოგაგდეს ასე დამჭირო მოყვები. ხილი მოგიტანე. რა ყურადღებიანი ბძანდები? გამარჯობა წიწინო. გაგიმართე წიწიკო. უბრალოდ გერა სარდისაგა ძალიან დიდი კაცი.
ცეცხლი, ქარიშკალი, ბრიგალი მიტრიალი. მე რა რაც გულში გიდით. რამდენჯერ დააპირე, მაგრამ ვერ გავბედი. რა არია გაუბედა? შენ გადაჭრი და უსვისაკი. ან ხო, ან არა. ნუბეცი. ხო? ან არა. გრიალა. გრიალა მომიწმინე. რა უნდა მოგიწმინო ამჯერად? გრიალა მომიწმინე მეტად სერიოზული საქმე მაქვს. საქმე? რა საქმე გაქვს? გრიალა ცეცხლი მეკიდება. ცეცხლი გაკიდება? მერე და ყარი დაინია ამ ქვეყანაზე? გრიალა, შენ ხუმრობდა მე დავდნია მოდენა კაცი. აბა, როგორ ჩამოხმი შესაძლოა? გრიალა, მომიწმინე, თორე. არ ვიცი რა შეიძლება. რაც კიდე იცქენ. დედა, რა პრაშინებ ნეტარ? ასე ხომ? მიტიკო რა შვები? აქ ვიქნები, სანამ არ მომიწმენ. მაინც ცეცხლი გაკიდება და წყალი ჩააკრობთ, ვიყავი, მოგიხდება. ვიქნები. უნდა ვნახო ერთის თანამიდგები მან. ბიჭიკო დაიხურე ქოლგან დასრევდები. შენ გული კი არა? მაგაკ, ხა? ბიჭიკო. ბიჭიკო რა მოხდა? არ მეტყვი ადამიანო? ბიჭიკო. გრიალა, მიყვარხარ. რამდენჯერ გითხარით რომ აქ შემოსვლა არ შეიძლება? ეს არის შენი საბოლოო პასუხი. დიახ, თქვი და გავაკეთე. თავმჯდომარის განკარგულება. ფერმის გამგის რეზოლუცია და შენ ვინ ბრძანდები ისეთ რომ ქართველს არ მაწევ. რაიკოვში გიჩილა ბიჭადა, რაიკოვში. ამხანაგო ნუ ხმაურო. ქათმის ნერვებს ნუ უთმის. ქართველის ნერვებს უცხდები ადამიანმა რა დააშავა ერთი მიწარი. რამბავი. ამხანაგო თავმჯდომარე. თქვენს განკარგულებას არ ასრულებს. თავრობის დადგენილებას არ ემორჩილება. სანაშენო ფრინველს აბაზობს და გეგმას მისლის. იტილები გავატანეთ? დახო. სანაშენო ფრინველი გაგატანეთ და ამხანაგო ისიდორა, საკვედური სამართლიანი. ამხანაგო გიორგი. შვიდობა აკავრობას და ტიტილები ჭირვან გამისვიდა. ქართველს სიცხეული მელია შეეცდა და თუ გამიჩანაგა და ახლა ყველაფერს ხوار გაითვალისწინებს კაცი. ირის დასახოთა და მელიების შესაქმნელად არ ვდით ჩვენ აქ სანაშენო ფრინველს. ველებარ ვახმანი ამას. მოიცი. მარინე, სანაშენო ფრინველი უნდა გავატანო. ორფეხანელიებში აჯამონ, არა? მაგისტი ნუ გაფიქრება. ახლა ახალი ფერმის გამზე ვყავს და თოფიანი დარაჯი. ჩვენ ქართველს ახლა მელიებში ვაჭმევ. მეზობელი გოლმეურნეობა უნდა დავეხმარო. არა, მე მაგას ქათმებს არ გავატან. ეს ვიყოფილ. მამა შენი გეუბნება ქათმე მიეცი და შენ მე უას მეუბნები? ქათმები ჩემი გაზდილია და არა მამა ჩემი. ამხანაგო მარინე, ქათმები შევარჩია და თქვენი ხელის მოწერაა საჭირო. იმათ დარჩეული ქათმები და მე კი ხელცელიერი გინდა გამისურა. იმათ იციან ქათმების მოზა, ამხანაგო ისიდო. ახლა ისე რა. თუ გაცხად მისწოლე რამე თამწინ დაკლი გავდიჯდებ. რა უხნა? პასუხის მგებელი აქ მარინია. ეს ორი დღეა შეგულებაში ვიმყოფები. მაშა სადამე უას მეუბნები, არა? დია. დიდი მადლობელი გახავა. დიდი მადლობელი. შილო. მამა, დავსწრებოზე გამოცდები როდის იწყება? გამოცდები შილო? იანვარში დაიწყო. ძალიან გამახარე შვილო, ძალიან. ჩემზე კი ხარ ალბათ გულდაწყვეტილი, ხომ? გულდაწყვეტილი? რატო, მამა? ხშირად ვერ გნახულობ. რა ვქნა შვილო? საქმე არ მიშვებს. ახლა კიდევ კულტურის სახლის მშენებლობა დაიწყება და? დაიწყება? ო, პროექტი გუნდად ყოფილი. რა, რას ამბობენ? კარგი პროექტიაო. რა ვიცი. ელბიტა სიგდირის ამბავი თუ არ აურდაურია იყვმაწილმა. აი გამარჯობა, თქვენი გოგოებო, აი გამარჯობა. გამარჯობა. ვინა ის ახლა მართალი? ხო. ვინ ურჩია ჭიჭინა ფერმაში წამოსვა? ვინ ურჩია? რა იყო ბიზნესკირილა, რა ამბავი? ნახეთ. ჭიჭინა ქათმებმა დიდ გზაზე გამოიყვანეს. ჭიჭინა? ჭიჭინა.
მისი სურათი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჟურნალშია დაბეჭდილი. ეს ეგუჩია. დედათამა, სახშია? შოთას წარახავთ საპროექტო ბიუროს შევიან. იქ გავიგე რომ? არა, საფრაგონილა. ადამიანმა ამდენი იხსრამო. ასეთი შესანიშნავი პროექტი შექმნა და მის წინ ხორციელებას პას მიანდო. კიდევ რაც მეთქი, შენ თვითონ რატომ არ მიდოქს პროექტი? რატომ არ მიდიხარ ნაგომარში? მე არ მისმის შენი მოქმედებაში. მე ასე მიმაჩნია საჭიროდ. მე კი ვიცი რატომაც არ მიდიხარ. მაინც რატომ? ამასთან შეხვედრას წერიდები. არ მესმის რაზე ლაბარაკობ. ამაზე ლაბარაკობ, შეხედე. ეს ხომ მარინეს სურათია. შოთა. შეხედე რა კარგად არის გადაღებული. არ მაინტერესებს. მართავს მეუბნები? მაინც რა თუნდა მაინტერესებდეს გათხოვილი ქალის ამბავი ან და მისი სურათი. შენ არ გითხოვს შემთხვევით რომ მარინა გათხოვდა? მერე კიდე. რა კიდე? ის რომ დედის თვალს არაფერი გამოეპარება. მე კი გეუბნებით რომ ის ქალი ჩემთვის აღარ არსებობს. დავიწყებულია. თვითონ წამს ბოლო მაკვირვებს. მაინც სადაინახე შენ ეს ბოლო? მასზე ვინც დავიწყებულია, ასე აღელვებით არ ლაპარაკობენ. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ ის ქალი ჯერ კიდევ მიყვარს? გაურბი ვარ მასთან შეხვედრას. კეთილი. მივდივარ ნაგომარში და მიმაქვს პროექტი. გარდა საგეგმო მოცემულობისა, რაც დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პროექტში ჩემს მიერ დამატებულია ღია თაღოვანი კოლონადა, რაც უქმნის შენობას მარჯვენა და მარცხენა ფრთებს და ძირითად ნაგებობასთან მისასვლელ ხურდონერს. როგორც იცით, შენობის სიმეტრიის ღერძზე, მოედნის ცენტრში დაიძმება ლენინის მონუმენტი. რა დაჯდება ჩვენი კულტურის სახე? საპროექტო ღირებულება შეადგენს 3 მილიონ მანქი. ფოსტა სად იქნება ბიძია, ფოსტა? ფოსტა განსაზღვრული არა. მე რა მოხდა? ჩამოვიდა და გესმიდი თბილისში. შოთა ჩამოვიდა? სინსილამ და გაწყვიტა ყველა მამაკაცი. მე რას მერჩი? შენ არაფერს, მაგრამ ის გოგო მეწოდება. კიდევ უყვარს ის არქიტექტორი. მე კი ნამდვილად იცი, შოთას ჭიჭინა უყვარს. აი, რა დაუვარდა მანქანაში. შეხედე? ჭიჭინას სურათი. აბა? უნდა ნახვა, აუცილებლად უნდა. ის არაფერს შუაში. მე ვარ ყველაფერში დამნაშავე. უკვე 3 საათია, მატარებელი 6 კაცი. ახლა თუ არა, სხვა დროს თალინაშევდნენ ერთმანეთს. იცოდე შოთას ჩამოსულ შესახებ არაფერი წამოხდეს, თორემ არ წამოყოლა ხო? მიტიკა, გამარჯობა. სოფელში მალე დაბრუნდები? ახლა მივდივარ სადგურზე, არქი. არქივი მიდის თურმე თბილისში. კლიავა, მოდი ბიჭიკოს დავყვები. რაღაცები მას ჩამოსატანი ბებიასაც ნახავ და ამ საღამოს დავბრუნდე. დადი ჭრიჭინა, დადი. ამაღამაცი დარჩი თუ ბიჭი. შენ საქმეს მე გავაკეთე. ჩამოდი. მეგობარო, მარინე ფერაძისაც ვერ ვიმასწავლით? ვიცი სახლი ვიდარჩის პატივცემულო, მაგრამ ახლა შენ ვერ ნახავთ მას. მანდაριნის პლანტაცია გეჭირა. ვერ ვიმასწავლით მანდაриნის პლანტაციას. როგორ არა? აგე რას მოულფეხით დაბიდია. საბრძანდებით ასე პირდაპირ. როგორც კი გაივლით ხიდს, მოუხვდეთ მარცხნივ. მერე გაივლით 1 კილომეტრს, შეხვდება დიდი მუხა. მოუხვდეთ მარცხნივ. მერე შეხვდება დაღმართი. აივლით ამაღლარს, ჩაივლით დაღმართს. მერე გაივლით ასე 2 კილომეტრს და ის ყველა მიგასწავლის პლანტაცია. თუმცა მე ციკლივდივარ და წამოყვები. მარინე, შეგიხმობ თბილისიდან არის. კიდევ კორესპონდენტია? უფრო დიდი კაცი უნდა იყოს. მომდანდი, გაიცანით, სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგის ასული ფერაძე. თქვენ ბრძანდებით მარინე გიორგის ასული ფერაძე. დიახ, რითი მინდია გემსახურა? მე მოვედი თქვენს შესაძლებლად. ერთხელ უკვე ჩამწერეთ რადიო კომიტეტიდან იყო. არა, ჩვენ რადიო კომიტეტიდან არა. ხოთ. ჩვენი კოლმეურნეობა წელს სარეკორდო მოსავალს მიიღებს. ჩემი გამოცდილება მე მინდა გაუზიარო. ბოდიში. ჩვენ თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა მინდა. ჩემი სიმღერა? მე ხომ ისი არ უმღერი რომ ჩავწერო. ნუ მორწყვოთ, თქვენ ძალიან სასიამოვნოთ მაგას. არა პატივცემულო, თქვენს ტექსტს. არ გამაგონოთ, არ გამაგონოთ. მე თქვენ ერთხელ მოგისწინეთ. აუცილებლად უნდა იმღერო. აქ მგონი ისევ რაღაც გაუგებრობაა. არავით არის გაუგებრობა.
მგონი თქვენ თვითონ ჩამაწერინეთ. მარინე გიორგისასული ფერაძე. სოფელი ნაგომარი. რაღაც შერქმეული სახელის კი მითხარით, არ მახსოვს. ალია თუ ხარაბუზა. არავით არის კალია, არავით არის ხარაბუზა. ჭრიჭინა პატიჟო. ო, სწორედ რომ ჭრიჭინა, დიახ, ჭრიჭინა. თქვენ კი დაუგებრობა გეგონათ. აბა მოიგონეთ. აბადელი დელა, აბადელი დელა. სწორედ დაუგებრობა. თქვენ ეძებთ ჩემს ამხანაკს. ისიც მარინე გიორგისასული ფერაძე გახლავთ. აი ეს გახლავთ მარინე ფერაძე. თქვენ ახართ ჭრიჭინა. მართლაც რომ სასიყვარულო სახელი შეურქმევიათ. დიახ, მე გახლავთ მარინე ფერაძე. დიდად სასიამოვნო, დიდად. მე მოვედი თქვენს შესაწერად. ჩემს შესაწერად? დიახ. არ შეიძლება ხვალისით გადადო. ის რის გაკეთებაც შეიძლება დღეს ხვალისათვის არასდროს არ უნდა გადასცო. დიმიტრი, მომზადე ჩასაწერად. უნდა ვთქვათ, მომზადებლად ასე უეცრ. არაფერი. ილაპარაკე უბრალოდ. ჩვენი ფერმის შესახებ, შენი მუშაობის გარშემო. მოდი ვეტყვი იმას, რაც ხარ ჟურნალაგანების კორესპონდენტი. ძალიან კარგი. ოდიში, მე მინდა ჩავწერო თქვენი. ვიცი, პატივცემობა. თქვენ კი ამბობთ ხვალისათვის გადავდოთ. შეიძლება დაიწყო. დიახ. სოფელ ნაგომარის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის მეფრინველეობის ფერმაში მუშაობა დავიწყე ამ წელს. ოდიში, თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა გინდა. ჩემი სიმღერი? დიახ. ვის რას უნდა ჩემი სიმღერა? თქვენ რესპუბლიკური ოლიმპიადისათვის შემზადებით. ხმები უნდა შევარჩიოთ. თქვენ ალბათ თბილისში მოგიხდებათ წამოს. თბილისში? დიახ. არა, მე ვერსად ვერ წამოვალ, ვერსად. ერთ კვირაში ინკუბატორში წიწილები გამოიჩეკებიან. იმათ ხომ მოვლა ჭირდებათ. ყველგან ამდენი საქმეა. სიმღერისთვის შეიძლება რომ მოვაწინო. მას თქვენი აზრით სიმღერა საჭირო არ ყოფილა. რა ვიცი, როცა მღეროდი? ყველა იმას მეუბნებოდა, რატომ მღერი და არ მუშაობოდა. ახლა კი არა, ჩემო კარგო. შრომა უსიმღეროთ ისევე არ ვარ და როგორც სიმღერა უშრომოთ. უნდა იმღეროთ. არა, ვერ ვიმღერებ, პატივცემულო. არა. ხო. ვერ ვიმღერებ, არ შემიძლია. არა, არ შემიძლია პატივცემულო. ამშვიდდით დაწნათ. არ შემიძლია. დაგელოდებით. ჭრიჭინა ბიჭიკოს აგვიანდება უნდა წახვიდე როგორ. კი, მაგრამ ეს რა სიტყვის? არაფერია, მია უხდი შენ წადი. ეს როგორ? წავიდა? დიახ, პატივცემულო, სახლში წავიდა. იცი, ძალიან ღელავდა. ის ახლა ვერც კი ჩასწერდა ვერაფერს. მართლაც რომ ღელავდა. პატივცემულო, იქნება მას ჯობდეს თავისთან ჩასწეროთ სახლში. კარგი ასტრია. რა სიტყვით ამხანაგო დავით? ჩვენი კულტურის სახლს რაიონში სახლი ვერ აჯობებს. თქვენ საწყენად არ მიიღო და მე მგონი მეზობელ კოლმეურნეობაში უკეთეს სახლს აშენებენ. ნათქვამია უკეთესი არ დაილევაო. ვიცნობ იმათ პროექტს. არჩილ. მოდი ნახე რა პროექტი ჩამოგვიტანა ჩვენმა არქიტექტორმა. გაიცანით, ჩემი მოადგილე, კოლმეურნეობის უფროსი აგრონომი. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. ეს კი ჩვენი ბრიგადირი, სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგისასული ფერაძე. მარინე გიორგისასული ფერაძე? დიახ, ჩემი მეუღლეა. თქვენი მეუღლე? დიახ. აი, რა გაგიკვი? მე კი მეგონა რომ ხო ხედავ ვიდია რა ცუდია როცა ერთობაში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგისასული და ორივე ფერაძე. პირიქით მეგობარო, ეს ძალიან კარგია რომ ამ სოფელში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგისასული და ორივე ფერაძე. ამხანაგო გიორგი. გიორგი. ჩვენი არქიტექტორი. რაღაც უცნაური კაცი. გიორგი, შეირი არ იქნება, შენივე მანქანით, შენივე ქალიშვილი რომ მომტანო. მართალი გითხრა, მაწვიდი არ დაიწუნებ. ვინ იყო? მე მგონია თვითონ ხაჯი იჯდა საჭესთან. ხიდა
გონდი ვებია? ხო, ეს ცოტა შემოვიდნენ, რაღაც მითები მაქვს. არა, არ გაგიშლე. კარგია, რომ მოყვეთ, დღეს სტუმარი გვეყოლე. ის ახალგაზრდა არქიტექტორი. მოდით, თქვენ ხომ არ იცით, სად არის მარინე ფერადი? მარინე? დიახ. თქვენ შუთა მარინე სუთია დავიდა. წავიდა? დიახ. სოფელში დავიდა. თქვენ მას სახლში ნახავთ. სახლში ნახავთ? დიახ. დადის. მადლობ. განაშორება. როგორ უნდა შევხვდე? უკვე კიდევ ამოწეს. ვაინაკული როგორ მიცემ? გავიქცე? არა. რაც იქნება, იქნება. დავხუჭავ თავს და ვეტყვი. გთხოვთ მაბადიოთ ჩემი საქმე. გაპატიებთ ხოლმე მაშინ თუ იმღერებთ. გეგონათ ვერ გიპოვიდით. უნდა ვიმღერო? დიახ. კარგი, ვიმღერებ. ხოლმე რაც შეიძლება ჩქარა. ძალიან კარგი. მაგრამ სიმღერის ჩაწერის დროს აჩქარება არ გამოგვარდება. დიმიტრი! მარინე. თქვენ მოჰკალით ძერა. მე არ ვიცი რა მოვკალი. ქორი, არწივი, ძერა, მაგრამ მარინე. მარინე, მოვედი შენ სასაყვანად. ჩემ სასაყვანად? დიახ. არა, შუთა მე დღეს ვერ წამოვა. ხვალ? ვერ ხვალ. მაშ როდის მარინე? როდის? ზეგ გეტყვი როდის?